მოგესალმებით დიდი სიყვარულით, როგორ ხართ? მოდი ვნახოთ ტრადიციული გაშლა მომდევნო კვირის პროგნოზი. ანუ უშაბათიდან კვირის ჩათვლით. რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ და რა ენერგიებში იქნებით ერთი კვირის განმავლობაში. მოდი ვნახოთ ახლა რა ენერგიებში ხართ თქვენ, რომ უფრო მიხვდეთ თქვენზე არის თუ არა ეს გაშლა. შეიძლება ყველა სფერო რეზონირდეს, შეიძლება რომელიმე. რა ენერგიებში იქნებით შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში. თქვენ ახლა შესაძლებელია იყოთ ესეთ ენერგიებში. დემოსაც გავხსნი და შემდეგ წაგიკითხოთ. თქვენ შესაძლებელია იყოთ ესეთ ენერგიებში. ფიქრობდეთ მომავალზე. შესაძლებელია ზოგიერთთან იყოს ესეთი რაღაც, რომ ძალიან ბევრს მუშაობდეთ, ძალიან დაკავებული იყოთ თქვენი საქმეებით, რომ გქონდეთ ფინანსურად სტაბილური შემოსავალი. კი ფინანსურად ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ აქ ცუდად ხართ, ნამდვილად კარგად გრძნობთ თავთ, გაქვთ შემოსავალი, მაგრამ ამისთვის ძალიან ბევრი შრომა გიწევთ და კიდევ უფრო მეტს შრომობთ იმისთვის, რომ უფრო მეტი შემოსავალი გქონდეთ. ასევე შესაძლებელია იყოთ ესეთ ენერგიებში, რომ უფიქრდებოდეთ ძალიან ბევრ რაღაცა. შესაძლებელია ეს ეხებოდეს რაღაც გადაწყვეტილებას, რომელსაც ფიქრობდეთ მოგიტანთ ფინანსურ შემოსავალს თუ არ გადადგათ ეს ნაბიჯი, ასევე შესაძლებელია ეხებოდეს თქვენს ცხოვრებაში მკვეთრი ცვლილებებს, ანუ რაღაც გადაწყვეტილება შეიძლება გქონდეთ მისაღები, რაც მკვეთრად შეცვლის თქვენს ცხოვრებას. ასევე ზოგიერთთან შესაძლებელია გადიოდეთ ტრანსფორმაციას, მკვეთრი ცვლილებები ხდებოდეს თქვენს ცხოვრებაში, რაღაცებს უფიქრდებოდეთ, ასე ვთქვათ, გამოსაფხიზლებელი პერიოდი გქონდეთ. როგორ ენერგიებში იქნებით შემდეგი ერთი კვირის განმავლობაში? მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი ენერგიებში იქნებით. იფიქრებთ მომავალზე, შესაძლებელია დასახოთ გეგმები კიდევაც. თითქოს როგორ ენერგია აიცით, ზოგიერთი შესაძლებელია მარტო გრძნობდეთ თავს. ან იგრძნოთ ამ ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ ეს არ არის ცუდი. ეს უფრო არის, როგორ იცით, ანუ დაფიქრების პოზიცია, ბევრ რამეზე ვფიქრებთ, ანუ მარტო შესაძლებელია მარტო ყოფნა გჭირდებოდეთ იმისთვის, რომ კარგად დაფიქრდეთ და შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება, რა გააკეთოთ, როგორ მოიქცეთ, როგორ წარმოდოთ თქვენი ცხოვრება და ანუ იფიქროთ კიდევ იმაზე, როგორ იმოქმედოთ, რომ წარმატება მოგიტანოთ თქვენმა ქმედებამ. ასევე ზოგიერთი შესაძლებელია იყოს სრულიად კმაყოფილი, ემოციურად, სიყვარულით შევსილი, ანუ ყველანაირად სრულყოფილად შესაძლებელია იგრძნოთ თავი. ზოგიერთი შესაძლებელია იყოს ესეთ ენერგიაში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში, რომ თითქოს თქვენს ცოდნას და თქვენს ნიჭს თითქოს სამყარო აღიარებს. აი ესეთ ენერგიებში იქნებით. მოდი ვნახოთ ახლა თქვენი კარიერა. კარიერული კუთხით როგორ იქნება შემდეგი ერთი კვირა. კარიერული კუთხით თუ თქვენ ძალიან ბევრს ფიქრობდით რაღაც გადაწყვეტილებაზე, ან ახალ სამსახურში გინდოდათ ახალი, როგორ თქვა იცით, ანუ ახალი სამსახურის დაწყება გინდოდათ და ძალიან ბევრს ფიქრობდით ამაზე, რა ცვლილებებს მოგიტანთ, რა ანაზღაურება გექნებათ, რა სასიკეთო ცვლილებები იქნება თქვენს ცხოვრებაში. კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდებით, გადაწონით ყველაფერს, გათვლით ყველაფერს და ისე გადადგამთ ნაბიჯს. ასევე თუ ეს არ ეხება ახალ სამსახურს და თქვენ სტაბილურ სამსახურში ხართ, სადაც ჩვეულებრივად ყოველდღიურად მუშაობთ და იღებთ სტაბილურ შემოსავალს, მაშინ შესაძლებელია ასეთი
ან პოზიციით, ანუ ფიქრობდეთ კიდევ რა შეგიძლიათ გააკეთოთ, რომ თქვენი მომავალი გააუმჯობესოთ. ზოგიერთი შესაძლებელია ფიქრობდეს ანუ ახალი ცოდნის მიღებას, კიდევ ახალი კურსების გავლას, ახალი სწავლის დაწყებას, შესაძლებელია სულ სხვა კუთხით გინდოდეთ თქვენი მიმართულების შეცვლა, შესაძლებელია ესეთი რაღაცა, რომ ანუ ახალი რაღაცა დაიწყოთ რა. და თითქოს რაღაცნაირად მომავლის იმედი გაქვთ, რომ რაღაცნაირად ეს თქვენი ჩაფიქრებული საქმე გამოვა. თუ ეს ეხებოდა სწავლას და ფიქრობდით დაგეწყოთ თუ არ დაგეწყოთ, რაღაცნაირად მაინც გადაწყვიტოთ და დაიწყებთ სწავლას. მოდი ვნახოთ, ეს ახლა მას ვკითხოთ. როგორი იქნება თქვენი ფინანსური მდგომარეობა? ასე მოვიდა რატომღაც. მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში. თქვენი ფინანსი. ფინანსებზე ვკითხეთ და სულთასები ამოვიდა. ფინანსური კუთხით რა შემიძლია ვთქვა? საკმაოდ სამართლიანად იქნება ყველაფერი. ეცადეთ, რომ არ დაარღვიოთ ბალანსი, არ გასცეთ ზედმეტი და ასევე არ მიიღოთ ზედმეტად. ეცადეთ, რომ დაიჭიროთ ბალანსი და იყოთ სტაბილურად რა. ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს ესეთი რაღაცა, რომ ცოტა ბავშვურად, ემოციურად მივდგეთ ფინანსების საკითხს და თითქოს რაღაცნაირად გული დაგწყდეს თქვენს დანახარჯზე. ზოგიერთი პირიქით გაგიხარდებათ, რომ თქვენი თავისთვისაც გაიმეტებთ რაღაცას და გააკეთებთ რაღაცას. ასევე ემოციურად სიყვარულით შევსილად იგრძნობთ თავს. და ფინანსური კუთხით, ფინანსები. თქვენს ცხოვრებაში შესაძლებელია იყოს ძალიან დიდი ტრანსფორმაცია. თქვენს ფინანსებთან დაკავშირებით შესაძლებელია რაღაც დაინგრეს და რაღაც ახალი უნდა აშენდეს. ანუ ეს ყოველთვის ასეა იმისთვის, რომ ახალი აშენდეს, ამისთვის ძველი უნდა დაინგრეს. ასევე თუ თქვენ მარტო გრძნობდით თავს და თქვენს პრობლემებს ვერავის ვერ უმხელდით და თქვენს გზაზე თქვენი ტვირთის ტარება მარტო გიწევდათ, გამოხვალთ ამ სიტუაციიდან. ზოგიერთთან შესაძლებელია ვიღაც მასწავლებელი დაგეხმაროთ. ზოგიერთთან ახალი წყარო, ახალი ინფორმაცია, ახალი ცოდნის მიღება და ასევე ახალი ფინანსური შემოსავალიც შესაძლებელია. კი ბატონო. ძალიან კარგი ენერგიებში იქნებით. ფინანსებიც მოვა რაღაცნაირად სიყვარულით შევსილად იგრძნობთ თავს. აი მზისაკენ რაღაც თითქოს ეს დასტაბილურება სიმშვიდეს მოგიტანთ თქვენ. მოდი ამას ვკითხოთ. მოდი ჩემთან. როგორი იქნება თქვენი პირადი ურთიერთობა მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში? პირადი ურთიერთობა. თქვენ შესაძლებელია გადიოდეთ ტრანსფორმაციას და უკვე თითქოს გავლილი გაქვთ კიდევაც და ცოტაღა დარჩა, გამოხვალთ იმ სიტუაციიდან, რა სიტუაციაშიც გრძნობდით თავს, ზოგიერთი შესაძლებელია მოწყენილად გრძნობდეთ თავს, ზოგიერთი შესაძლებელია ცოტა იმედიც აღარ ქონდა, რომ რაღაც შეიძლებოდა, იმედიც აღარ ქონდა, რომ რაღაც კარგი მოხდებოდა მის ცხოვრებაში. და გამოხვალთ ამ სიტუაციიდან და ამ მდგომარეობიდან. ასევე მომავალზე კარგად დაფიქრდებით და წახვალთ წინ. კიდევ რა სიახლეები პირად ურთიერთობაში? ზოგიერთთან შესაძლებელია დაბრუნდეს თქვენი ადამიანი, ვინც თქვენ ძალიან გული გადგინეთ და ასეთ დღეში ჩაგაგდოთ. და თქვენ ან თავიდან შეივსებით სიყვარულით, თავიდან განახლდება თქვენში ეს სიყვარული, თავიდან მოვა თქვენში ეს ემოციები და სიყვარულით შევსილად იგრძნობთ თავს.
ზოგიერთთან შესაძლებელია ახალი მეფე გამოჩნდეს. ანუ ახალი ადამიანი გაიცნოთ, რომელიც გამოგიყვანთ იმ ძველი სიტუაციიდან, აი რაც გულის ტკენა და რაც დარდი გქონდათ და გავიწყებთ ამ ტკივილს და ამ დარდს. ზოგიერთთან ასე იქნება. გისურვებთ სიყვარულს, სიმშვიდეს და ბედნიერებას.